ზღუნვა, სიყვარული. ალბათ ხმები გესმით მარშრუტკაში ხვანებ ვიდეოს. მოვემზადე და მივდივარ, უნდა ვიყიდო რამეზე და მიმაქვს ცმის გასასწორებელი, რომელიც ვიხმარე ალბათ 5 წელი, მეტი თუ არა და იქნებ ეგეთი ვნახო ისევ, იმიტომ რომ რაც ზუსტად ვიცი რომ ძალიან მაგარია, მინდა რომ ისეთი ვიყიდო. თუ ვიყიდე თუ არა და არ ვიცი რას ვიზა მოკლედ. კიდე წვრილმანი რაღაცეებით რამინა და რაღაცეები მინდა. ხო და კიდე კაი კობა მოვიდა და ბავშვი დავტოვრო არ ვახოხიალო ვокზალზე და ორმაგად არ დავიხალო. წავედით რაღაცები საკითხად. არ ვიცი აპლიკაციაში მიწეს რომ ჯერ არ გამოუვლია. იქ წერს რომ თითქოს აღარ გაცდა იქ რაც ახატია ნიშნული არა და ვერ გავიგე გამომასწრო. არავშის იქიდან გამოვიდეს პრობლემა კი არ არის, მაგრამ 1-2 წუთით ადრე გამოვედი. უფრო ადრეც. კარგად მირტყავს მზე. მოდი შაკერ. მოკლედ გოგო რა კითხვა მაქვს, მე ხო შავთ ვიღებავთ მას და ესე არასდროს მქონია, ეს ორი შეღებვა რიჟად მრჩება თმები ამეებში. ანუ რიჟა მაქვს ახლა აქ რეალურად რიჟა. ხო და ადრე ასე არ მქონდა და რის ბრალი შეიძლება იყოს გთხოვთ რომ ვინც ცით მსგავსი რაღაცები შემეხმიანოთ. დავშე და მე იქიდან გამოვყოთ ვარ წვალოს. ზოხარ მდგები ხა. ბარემ ცენტრალში ჩავირ. ვაიკიკში იქნებ რამე ვნახო. თიდა თიმეთი მაქვს, მაგრამ ბარემ საკმაოდ გვიან მოვიდა ყობა და გვიან წამოვედი. თუმცა რაღაცა გურაობაც მივიღო და გამოვიდა რომ კაი გვიან მომწია გამოსვლა და ვნახოთ იმედი რამას ვიყო. მამაზეც აქვს რაღაცნაირი. წავედით რაღაცების საყიდლად. არ ვიცი როგორ მეყოფ აქ ინტერნეტი რანაირად, მაგრამ ცდილობ მოდიკაში გავახმოვანო და დავდო. ხო ტერანოვას გეუბნებოდით კიდეც აქაც რომ არ არის ისეთი სამოს როგორც მე მჭირდებოდა, თუმცა აუცილებლად შევივიდი. დავათვალე რაღაცები, ვერ გავგიჟდი ყოველ შემთხვევაში, თუმცა ну 1-2 ზედა მაინც მომეწონა. აირჩევა რა ზებნა უნდა. შესაძლოა უკეთესიც მერჩივნას სხვა სტილი და მოდელი, თუმცა ხო ეს გიჟდები ასე ჯერგადაც აუცილებლად ვიყიდი, ეს ზედა მომეწონა ძალიან, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ის ერთეულები იყო დარჩენილი, მეტი აღარ და ძალიან დამწყდა გული. ეს ჟაკეტები მომწონს, აი ეს ზედა პირველი რო იყიდე მომეწონა. საბოლოოდ ვიყიდე სხვა და წამოვედი. გინო ვიტყვით იმდენი. ეხლა PSP-ში შევედი იმ იმედით რომ ექნებოდათ ნივია, რასაც მე ვიყენებ და არ აქვს და მოდი კაი ბარემ გვიავესთანო. ხო და ორი გოგონა იდგა წინ. ხო და მე მგონი ერთად იყვნენ რა. ხო და რომ გადაუხადა მოკლედ და გამოდიოდა წინ წავიწე, მე მგონი რომ ერთად იყვნენ და ასე შემომხედა იმეორომ და ნუ მივხვდი რომ ერთად არ იყვნენ. ხო და ვაიმე მეთქი ბოძის გიხდით. მეგონა ერთად იყავით მეთქი და აი სახეს შეხედეთ. ესეთი სახე. მეთქი what? მოგთხით ვაკეთებთ. ხო და თურმე ნუიტყვი და რუსი ნასტია ვიღაც. რუსულად აილაპარაკამ. რა დღეში ხართ ნასტიებო? თუ შეიძლება ჩვენი ქვეყნიდან ძალიან გევედრებით. თავზე გვაზი ხართ უკვე ყველა კუთხით. მოკლედ, რატო შეგკრიბეთ? ამას ამოვე რა მოვჭრი ნერვი არა, მას დედიკო ეს გადააგდე, ჩემ ხოლ გაფიცებ, რატო წავიბულყუნე კაცმა არ იცის. მოკლედ, ვიყავი წასული, გითხარით კიდეც რომ ზედის ყიდვა მინდოდა. და რამდენი ხანია მინდა ჩემი სიყვარულის ყიდვა და ვერ ვიყიდე.
ხან რატო და როგორც იქნა არანაირი მიზეზი აღარ გავითვალისწინე, აი საერთოდ არანაირი ოღონდ ამ დროს შეიძლება რაღაცებს გათვალისწინება. მე და სულ აღარ არის. აი, ეს დაგჭირდება ხა აუცილებლად რაღაცისთვის, მაგრამ მანამდე ნახოთ რა ვიყიდეთ. ნუ კარტოფილი ვიყიდე, სპარში შევედი, სხვაგან არაფრის თავი არ მქონდა ხალხო, ისე ვიყავი უკვე. ეს არის 2 და 26-ის, ლარი და 35-ად ვიყიდე და კიდევ კარგი რომ იქ არ ვიყიდე. ვაგზალზე ლარი ნახევარს ფეხი არ მოუცვალა, არც იქიდან, არც იქიდან. და კარტოფილი იგივე, არაფერი განსხვავება. პომიდორი ვიყიდე, რამდენის არის? ლარი და 62-ის და მე არ ვიცი ხალხო, გიჟდები აი ესეთ მოგრძო პომიდორებს. რა ვიცი, მრგვალზე მეტად მიყვარს აი ასეთი პომიდორები. ლარი და 62 არის და ღირდა ლარი და 95. არა, ბოდიში ღირებულება არის ლარი და 65-ის და იყო ლარი და 95. პომიდორი. კიტრი მინდოდა გოგოებო და ბაზარში ვნახე ხალხო, ბაზარში ბოდიში სპარში ვნახე ესე იგი ღირდა 4 და რაღაც, რა ვიცი რა რაღაცა კიტრი იყო, არ ვიცი რაღაც სრიალაკანი რო აქ რა მე დიდად არ მიყვარს ეს კიტრი და ღირდა 4 და რაღაც და ვაგზალზე ჩავყარე, ამიწონა, უნდა გადავიხადო ბარათით ვერა უგენაცვალე. და მე კიდე საერთოდ არ მქონდა ხელზე, აღარ მქონდა. ხო და დავჭი ხახა გამომშრალი. მოკლედ, სხვა პური არ ქონდა სპარს, აი სპარს რა ზვირიანებია ყველაფერი ეგა აქვთ რა. ეს არის ბატონის პურები, 2 ცალი, ლარი და 35 ღირს, ლარი და 25 ზუსტად არ მახსოვს გოგოებო. 2 ცალი, ეს მჭირდება იმისათვის, რომ ხო და ეს დავაჭრევინე, ეს გახლავთ თუ არ ვცდები, უნდა იყოს 5 ლარის. ხო იცით, ვნახოთ. 4 და 93 თეთრი გამოვიდა. 17 და 99 ღირს ისე. ეს არის შაშხი მანდოლინა, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ხო და აი ეს მანდოლინები უნდა ჩაეწყოს ამ პურებში, ორნაჭერ პურში და გადაიხვიოს აი ამ საოცარი სამზარეულოს, რა ქვია, ხალხო, დამეხმარეთ, ხო ხედავთ რომ ვეღარ გამიგე რა ქვია. პლასტილი თუ რა რაო, პლასტი. აი ხო ხდებით. დაახლოებით იმდენი არამდენიც მიჭირდება, თვითონ იქვე დავაჭრევინე, იმიტომ რომ ეგრეთ ხლად და ლამაზად მე აქ ვერ დავჭრიდი. დანით იქ ეგრევე დაჭერა 2 წამში. ხო, ნახოთ ზედა, რომელიც ვიყიდე, სხვადასხვა ვაიკიში ვიყიდე. რაღაცა იმედი არ მქონდა რომ ადრამეს ვიყიდდი, მაგრამ ვიყიდე. გაზომები და რაღაცები ვერაფერი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ უკვე ბნელდებოდა და მე ერთ ადგილას ვიყავი შესავლელი და ამიტომ მეთქი იქ არ დაიკეტოს, იმას გაჩვენებთ, რის გამოც ვირბინე. მანამდე ვნახოთ ზედა, რომელშიც გადავიხადე სულ რაღაც 29 ლარი. ძალიან სადა, მე როგორი ფერიც მიყვარს და არ მეუბნებიან, უი ეს ფერი როგორ გიხდება, აი ეგ ფერი ვიყიდე, წითელი არ არის. რა ქვია ამას მიშველეთ, ჭაობის ფერი თუ რაღაცას რო ეძახით, აი ეგ ფერია. ეს ზედა, მოკლედ ღირდა 29 ლარი, ხო 29 და კი, ფასი 29. არის 44 ზომა. მოკლედ გახავთ 44 ზომა. მე ჩაცმულზეც რა თქმა უნდა გაჩვენებთ, თუმცა ხვალ და დღეს არა. არის ასეთ კლავზე. ჩემთვის არის იდეალური კლავი. არც ასეთი მიყვარს, არც ესეთი მიყვარს, არის იდეალურად. კაზეც ძალიან ლამაზია. ხო და ვიყიდე, ნუ რაღაც წითელი ზედა ძალიან მომეწონა, მაგრამ წითელი ზედით ვერ ჩავალ ახლა დამაშვიდე. იმიტომ გადაწყვიტე რომ რამე ესეთი ნეიტრალური ფერი ამერჩია, არც ძალიან ისეთი ჭვეტელა, არც ძალიან მუქი და საბოლოოდ შევჯერდი აი ამ ფერზე. რაღაცა სხვა ზედა მომეწონა ხილებით ულამაზესი, მაგრამ მითხრეს რომ ეს არის სტანდარტი. ზომა იდეაში უნდა მომსვლო და ზუსტად ეს ზომა იყო, რა ზომაც ეს არის, მაგრამ
ყველა მოდელს რაღაცა თავისი სხვადასხვა ზომები აქვს, რომელიც შესაძლოა არ მოგერგოს და სხვაზე და იგივე ზომა ქონდეს ძალიან დიდი. ამიტომ ხო რაღაცა ეგრე გამოვიდა, რომ ის ძალიან ლამაზი იყო და ამაზე მუქი იყო და უფრო მყარი ნაჭერი იყო, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ხედავთ, ძვირი არ გადამიხდია ზედაში, უფრო მეტი მქონდა რაღაცა გათოლა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არა. ხო, ეხლა რისთვის ყველაზე მეტად რისთვის შეგკარიბეთ თქვენ, სანამ თმას შევიღებავ და გათვალიერებინებთ, ბარემ მოკლედ წლების წინ მქონდა ნაყიდი ფრანკოს თმის გასასწორებელი, რომელმაც მასი ამოვნა და აი გამოვიყენე ვირივით. აი ვერ დავღალე. მაგრამ გაუვიდა დრო, დაიწყო თმის წიწკვნა და მე უკვე ვეღარ ვიყენებდი, ისე ვეღარ ასწორებ და ეხლა და მოკლედ ძალიან დავდარდობდი, იმიტომ რომ 5 წლის კი არა ხალხო. თუ 6. არა ხალხო. ხო, 5 წლის უკან რა. ნუ არასრული 6, 5 წლის უკან. რა მნიშვნელობა. აფრანკოზე მაქვს საუბარი. ესე იგი ეს ვიყიდე და მიდევს ვეღარ ვისწორებ, იმიტომ რომ წიწკვის და აღარ ასწორებს. გაუვიდა თავისი დრო. ხო და თუ ახლა მიყურებთ, ვისაც გჭირდება თმის უთო, იცოდეთ რომ ეს არის უკვდავი. ეხლა 5 წელი, ხო 5 წელს შევერი ცოცხლ ადამიანმა და წარმოიდგინეთ ახლა ფრანკომ რო გაძლოს. მეტი რა გააკეთოს ვერ გავიგე. ხო, პირველი რაც მითხრა, ნუ ეს უკვე გადასაგდებია. პირველი რაც მითხრა, ასე არ დაახვიოვო, ჩანციდან ამომიღე ზუსტად ეს მოდელი მინდა თქო. ამას აქვს თავისი ნახეთ, ხრიწი, ასეთი და ზუსტად ამ მეთოდით შეგიძლიათ შეინახოთ. მოკლედ მე მოახვევთ და ესე იკვრება. და ასე უნდა შეინახოთ და არა ასე. ამას რა თქმა უნდა ურნაში მოუწევს თავის ამოყოფა, იმიტომ რომ და ჩემი სიყვარული მოვიტანე როგორც იქნა ჩემი ფრანკო. ნუ აი რამდენი ხანია მინდა კიდევ ვერ აგიხსნით, რომ როგორც მე მიყვარს ისე გავისწოროთ მე ხო და აღარ მაგ ბატონო. აი ეს მეტალი თუ რა არის ეს, მოკლედ აი ეს ოდნავ რო ვაკვირდები, აი მინიმალურად ოდნავ თითქოს სხვა ფერია, მაგრამ მოდელიო იმ გოგო მითხრა, ზუსტად იმ მაღაზიაში ვიყიდე, სადაც აუ ეს უკვე ნეიროსიმშის პურის იყო, რა ქვია. იმ გოგომ ნამ კონსულტანტმა მითხრა, რომ მოდელი არის აბსოლუტურად იგივე, შესაძლოა ოდნავ ფერი აი ეს თვითონ განსხვავდება, მაგრამ იდენტურია. აბსოლუტურად იდენტური. მარიკო ერთი წუთი საუბრობდე და მე კაი და წამისვი. აბსოლუტურად იდენტურია და არა, არ წაგის, მე მეგობრებს უნდა დავინახო. ერთი წუთი დედიკო. ხო, ნახოთ. მარიკო ერთი ანუ ამას რო ჩემი ქმარი ნახო, შებეცნევა ხიოს. იმდენი თმის რაღაც მაქვს დასახვევი, გასასწორებელი, ასეთი, ისეთი და ამ დროს ყველაზე მეტად ის გამომადგა. ხო და ხმას ვეღარ ვიღებ. რო თავისი ნაჩუქარი დიდად ვერ გამოვიყენე. მაგრამ რა გავაკეთო ეხლა? გადაირია ერი შეირყნენ იმ რაღაცაზე. შხუის და რა მემართება მე თქვენ გეტყვით, თუ იმეს გინდათ ხალხო, ყიდვა მოგყიდით. ნაყიდი არის ასლარად, აი ხო იცით, ყველა ორ მაგას აპიარებს. მეც რომ აქვს რაღაცა ჯიჯი თავი რო ხრიალებს. მე რადგან თავის ტკივილები მაქვს, მაგას როცა ვიყენებ, საშინლად აი კატასტროფულად მტკივდება თავი და უკვე აღარ მინდა სიცოცხლე. მე უნდა გაიკეთო ეგ სველთმაზე, მე ღამე რო ბანაობ, დილით მშრალი მაქვს, შესაბამისად ვერ ვიყენებ და ჩემი უთხელესი თმისთვის კიდე აშკარად არ არის, ასე რომ გავყიდი დიდი სიხარულით. ვაი მე როგორ მიყვარს. შეხარ ჩემი ახდენი როცნება. მოკლედ, ამოვიყოთ. ფიში გამოგვიდგება ხა თქვენ დამიჯერეთ.
რაღაცა გრადუსები და რაღაცეები აქვს, მოკლედ აღანიშნული. ხო, ესენი ხაფში გამოდგება. არც ხუთი შენახოს არ ვაპირებ, სადმა ხახო ყუთის ადგილი. აი, თუმცა ვფიქრობ, რომ აი ეს ხუთი შევინახო, აი ესე როგორც არის და ამაში ჩავდო ასეთი მსგავსი რაღაცეები. ვნახოთ რა რაღაცა იდეები მაქვს ოქტომბრის ბოლოსთვის, მინდა დასაჯდომი პუფი, მაღალი პუფი ვიყიდო, რომელსაც სათავსო აქვს და თმის სახუები და ისინი მინდა რომ იქიდოს, ამიტომ ნუ აი არ ვიცი ჯერ. ხო, ჩვენი ფრანკო, რომელიც გაჩვენებთ ახლა რო არის იდენტური ვამი არ ამერიკოს, მაგრამ პრინციპი რა ნაგერიოს გვანც აბსოლუტურად იდენტური გახლავთ, რა თქმა უნდა, კი ხედავთ, ზუსტად ისეთია, როგორიც ის არის. ხო. რაც შეეხება გასახსნას არის აი აქ და გამოწევ და აი ესე გაიხსნება. გაკეტვა თუ გინდა, მიაჭერ და ჩაიკეტება. ხო, რას ვფიქრობდი, ანუ ფერთან დაკავშირებით, ახლა მინდა რომ გაჩვენოთ. ოდნავ სხვადასხვა ფერი, აი მინდა რომ თქვენც ნახავთ, აქეთ არის ოდნავ სხვა ფერი, აქეთ არის ოდნავ სხვა ფერი. ეს შესაძლოა თავიდანვე ასე იყო და დრავი არ ვიცი, ან შესაძლოა ამდენი გამოყენებით შეეცვალა ფერი, აი არ ვიცი, აი ნახეთ, მინდა რომ კარგად ნახოთ, აი აქედანაც კეჩას, ეს ოდნავ სხვა ფერი, ეს ოდნავ სხვა, ოღონდ არის იდენტურიო, მითხეს უბრალოდ, ნუ ეს ფერია შიგნიდან. ხო და ხვალდილით რა თქმა უნდა მშრალ თმაზე უნას ვიზავრა ქვია გავიკეთებ მოკლედ კუკლა ჩემი კუკლა მეორე რატომ მომწონს უთხელესია ხალხო უთხელესი ამიტომაც ძალიან მომწონს მოკლედ ამაში გადავიხადე გოგოებო 70 შოკი რომ ახლა უკვე ნერვები აღარა მაქვს 70 ლარი გადავიხადე 60-დან 75-მდე ვარაუდობდი 75 მითხრა და დამიკლო 5 ლარი ამიტომ გადავიხადე რაც გითხარით ანუ 70 ლარი სიმართლე რომ გითხრათ აი ხლა ამისათვის მართლა არ მცხელოდა მოდი პირდაპირ ვიტყვი დავფარავად უბრალოდ იმდენად მინდოდა მეყიდა და უკვე დრო იყო რა იყო გვანცა უკუღმარა თუ ახო და რატო ჭორაო საყვარელო იმდენად დრო იყო უკვე რომ დავბრუნებოდი ხანდახან თორე სადმაკ მაგის დრო გაშლით მე მარიკო საუბრობ მარიკო ვიფრიალო აი ეს რომ მოვათავსოთ თავისივე ყუთში აი ეს რომ ჩემ კონტურს ისვამს შეიძლება გარდავიცვალო ჯერჯერობით მოდი ჩავდოთ ვაიმე ამა დაჭმოჭრა ხალხო მიანაგება ყუთში აი მე მიშვიდეთ აი მე ნუ აი მარიკო რაზე ჯდები არ უნდა უყურო თუ როგორ აი შენ საქმე ეხლა მაშინ ჩავდოთ და დავდოთ მაგრამ რა თქმა უნდა ხა აი ხელა რაღაცის ნერვი რომ მიარა მაქვს ალბათ ხვდებით. როდესაც აბაზანა გაკეთდება, თმის მოვლის რაღაცები შებრძანდება აუცილებლად აბაზანაში, მაგრამ მანამდე სადაც არის იქნა. ამეთ მიშეღეთ როგორ მეზარება და ხელთათმანები არ მაქვს ისეთი როგორც მე მიყვარს, მყარი უფრო. ჩემს აქვს მალა, ხო არავინ ვინდა და ჩამოვიდე. არ ვიცი. მოკლედ რას გულისხმობდი წეღან? ვიღებთ პურს. მოკლედ. მე უკვე დავასრულე, მაგრამ გაჩვენებთ არაფერს არ გავიკერე მე რა მაინც. ვიღებთ პურს, ვადებთ. ვოლა. ახლა მას სად არის ჩვენი წესრიგის აბა ჰე ავედით საოცარი მზეა და იმეც ვიტოვებ რომ ასეთივე ამინდი შენ არ ჩუნდება ისეთი მზე უტყავს არაფერი ჩანს ტელეფონში მადლობა ჩრდილი ვიყოლე აი ესე და რომელიც შევიწინე
და ვფიქრობ ამ ქუთუქს ძალიან მოხდა. როგორ გამოვიყურე. გასწორებული თმა როგორც იქნა დავუბრუნდი ჩემს ვარცხილო. დრამინა არ იყიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა ოდენავ მეტროდან შორს უნდა გავიდე. რო ვიყიდო. ანუ ფარმასახლი თუ რაღაც რო არის, მაგალითად არ იყიდება. ხო და ეგ არის მეტროსთან. ზუსტად მეტროს შესასვლელთან. ხო და ვერ გავიგე. თქვენი აზრით ხალხს გული არ ერევა რა ხდება. შემოიტანეთ რომ არ ვიწვალოთ. ეს მოჭყრიალებს საგზალია. ამ ეს ლიღი არ დამეცეს თუ აღარ არის. ჩვენთან იმაში რა ქვია. სამსახურში ეზოში იმდენი კარალი უკიცვება ხალხო. ხან სახე აიდგლაზად ჩვენს პედაგოგებს, ხან ფეხი, ხან შარვალი და რა ვიცი მე. და რამეთად გაუკეთებთ მეცნიერები, რომელიც ჩვენ მოგწონდა ადრე ხო გითხარით. ძალიან ლამაზად ვიცი რომ ძალიან ბევრი დახარჯეს. მაგრამ არის რაღაცები, რისი ახდენაც უღირთ ადამიანებს რა. რო ვიცი რომ კარგი ადამიანები დასახლდნენ ძალიან მიხარია ჩვენს ტერიტორიაზე. იმიტომ რომ რაც მეტი კარგი ადამიანი იცხოვრებს ჩვენს უბანში მით უკეთესი. წავედი ახლა. თორე მაჯა მომწყდა. ახლა შეირყნე ევროპაში რომ ქუდოდი რატო დაკავს ბალღი ხელში ამოჩლიავებული და რატოა დაკავს იქ რა ქვია ბაღში სამსახურში ეტლით დასხიდით აღლავე ჩამოგირაკრაკებთ თქვენ ხო შეიძლება ვაფშე მწარ მეზანება ჰაი ახლა დავიწყოთ ევროპებში გერაცვალე ლიფტები გაქვს მეტროებში შესრიალდებით ჩასრიალდებით შეცუქცუქდებით ჩვენა უნდა გავატაროთ ბარად მერე გავეკვეტოთ მან ეთრიკერა მეძლიჟვეტები და ეს კატორზე მეძლიჟვეტები არა დამდროს არა მაქვს ხვილი მაჯა ხო კაი მანდა ეტოს დავაყენებ მაგრამ ვერ გახვარდაო ესე უნდა გავიარო გამოია კაი მერე ვაგონი რომ მოვა მე თომახალო იდან ჩხოქავთ ხალხი ნანახი რომ შეაფრინდები ახურმე ვაგონს და წავიდა ეგრე დავრბივარ იღება კარი შევისვრი ბალხს ვის დაიჭერს ვიცარა და ფეხზე დგება უკვე გამომშავებული აქვს ეგრე დახტება კატასავით გიდაცალა დედა ხალხო ეკითი რამე გინახია ქუსლით ჩემნაირი ლაბაზია ხო და მერე თუ შევეტიე რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება და ველოდები მეორეს და მერე წავიდა მისდევ ბალღმა იცი სად უნდა ჩამოვიდეს დედასავით ლამაზმა მესამე გაჩერებაზე ჩამოდის და ველოდება რა ქნას ხო და ხალხი არის შოკირებული ხო რატო არ დაბყავს ბავშვი ეტლით და რატო დაბყავს იღლიაში ამოჩლიავებული მოდი ერადაო ახლა მითხარ როგორ ავიღო ავტობუსით რატო არ დადიხარო მაინდა ჩამოვარაკრაკებ ავტობუსში საერთოდ თუ ახვედი 7 ლოცვა უნდა წაიკითხო საერთოდ თუ ახვედი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ეტლით როგორ ავიდე გადმომაგდებენ ძმაო ეს კრავე გადმომაგდებენ ამ კალამ კიდე ვიცნობ ახლა რაღაც ხუდა გააკეთოს ახლა კალა ჩემი ახლობელი რაღაცა მაგრამ რაღაცა ხუდა გააკეთოს და გადაწყვიტა ტრასებზე გვარბენინებს ხალხად არის გაჩერება ხალხად კაცმა არ იცის სადაც გაგიმართებს იქ არის გაჩერება შუა ტრასაზე იმ დღესა გაჩერდა ვაგონი დედასავით ფეხმარდი შევისრულე და მერე შევეკვეთე მაგრამ გამიმართლა იმ დღეს არისო რა ძალიან ბევრი ხალხი და ვიდექი ფეხი თითის წერზე საჩერდენო ეტლიდა თომაღალ იმ დღესა კიდე თავი მომყვა კაი ხანი მარბენინა და მერე ვიღაცამ გამითრია გაჭიეს და იმის მერე შველივით ამან დაგრძელებული ამას წინათ კიდე ვერ ვიყავი რა აზეზილი ვიყავი და ამ სიმხურვალეზე და სიცხეზე წამივიდა გული და მე კიდევ წავიქცევი წამოვწვევი რა დღეს სუნიას მივეყუდი და ვიდექი 1 საათი ხო
ვერ წავიკიცი და ადგილი არ იყო. ახლა ვიღაცას წამოვწვედა ფეხის შუნი იყვნოსო, რა თმინდა ხო? ის არის. ხახო როგორ ზმანზე ვარ? ის არის, ჩემი მეზობლის ბებია მაიღო პენსია. ხო და სტრიპტიზის ბარში მივყავ, მაგრა მაგრიალო. თუ სკამებზე უნდა მაიცეკო, ერთ სკამზე არასწორ. წამოდი ვიქეიფოდო და წამოდი მეუთხარი. შენ რა დაჯავშდი ადგილიო და ახლა მაგაზად უგოდა დუქანში წავიყვან, ვაიმე, ხალხო. ერთ სკამზე უნდა ვაბზრიალო, თუ დათვრა და ბოძიავი და მე ნახე თქვენ. არ ვიცი რა იქნება. არ ვიცი. ხო და აჰა, მაგიტო ვერ დავდივართ ეტლით. ხო და ეტლი ხო იცით რა არის? ეტლი ხალხო, კალიასკა რა, კალიასკა. ყველაფერი უკვე დააწული. ხო და რა ვიცი ახლა კალას ხოვთხოვე მე ერთი ცალი ვირი. კანიჩი, კაი ბაბიდაშვილო, ტრანსპორტ ველოდები სიკვდილამდე და სულ ეჩქარება. თუ მეთქი ჩემი ტრანსპორტით ვირი და რა ვიცი. ხო? ახლა ჩემი ნათესამია და არ მინდა ჩავახტე თვალის გუგებში მაგრამ. თუ ამომასხა, ხო? ეფში კი არა, კეფი დაშევა და დავასკდები ნერვი. დავჭიჭყავ. ხუმრობ ხალხო, მე სადა მაქვს ეგეთი გული. ესეც მაკარატელი. ჭხილის არის. ვაიმე. რო იცოდეთ ხალხო ვის ჩავახტი დაუნდობლად ხახაში. ვის ჩავახტი ეგრევე, ბატი. შეიძლება სიცილით გადაიცვალოთ. ვой და მუხვე, ჰაი. ისინი რო დგანან. კონტროლიორები. ხალხო, გაფიცებთ მამიდაშვილებს. შიბა მამიდაშვილები არ ყავდეთ. მეც ვაფიცებენ და ვიძახი რომ ამი არც მე არ ამყავს. ფეხი ჩამოდგმა დამაცადეთ გვაი მამიდაშვილებო. ეგრევე რო არ შევმახტეთ ნესტოში. ჩამოდგა ჩემი ორი შვართი ფეხი ხო? ახლა სწორად გამიგეთ, ფეხი ჩემია. რაც იმას ნიშნავს რომ უნდა ჩამოვდგა. მე ბალღი გადავიკიდო რომ მიტრომანკა ამოვიღო ხო? ეგა ხო იცით რა არის? ადებ და მგზავრობ რა. როგორ ავუხსნა? როგორ არის ისა? უცხო ენაზე როგორ ბარად რა ხო ხდები და რაღაცა. გაი ხალხო, კაინა მომაწყდა სახეში. აი ხო მე უთხარი დედა სანგელოზო. რა ხდება? აიღეო ბილეთი. ამაზე ხო რო წამომახურა, ეგრევე ყაყლატო გადამეკეტა. მეთქი სხვა საეუბნებოდა, მეთქი რაღაცა. მე უთხარი და ამიქანავდა პეპელა. ეს რო მიკეთია, სიო, მე უთხარი. ხალხო, ახლა სწორად გამიგეთ მე. ბოლო თვეებია რა, ფსიქოლოგთან უკვე კონტაქტი განულებულ. ხო და ახლა შეიძლება ცოტა ჭირდება, მაგრამ ხა ცოტაზე ხო არ ვივლი ხო? ძალიან დამჭირდება მე წავალ. ეხლა ხო არ გადავყრი ფულს. ხო და მე უთხარი. ჩამოდი დაბლა. მაღლა ამოვიდა. ჩამოდი მე ვთხარი დაბლა გელაპარაკო. დაიდე გაატარე. ჩამოდი დაბლა მე ვთხარი უნდა გელაპარაკო და წამომეყოყლო და ისა კისერი ახლა მე და ჩვენივით კისერი მაგრამ მე ვთხარი უკაცრავად თქვენი სახელი აბითხრა გოგო ისა რო არის რაღაცა ყვავილი უყარს რა ენჯელა მქვიაო ძალიან არ მოხიბლული მე ვთხარი მე ვარ დოდი დოდი მე ვთხარი და გავაფართოვე თვალის გუგები ახლა მე რაც არ მეშლება თვალის გუგების გაფართოვება მოგიხსენება თქო მაგრამ კანეთ დაო მე ვთხარი რო არ შემასკდე ხო უნდა ჩამოვიდე ჯერა მე ვთხარი რომ გაჩვენო ახლა ხახო ცხოვრებაში არ მივლია ხო იმისი ბარად მაგის გარეშე ახლა მე გიხამაკლია ხო სადღაც ხო და რო შემასკდები მე ვთხარი ხო ჯინაზე არ გაჩვენებ მე ვთხარი აბა დამაჯარი მე თუ ხალი ხარ მე ვთხარი მიწერს რა ეწე დაო დედა მე ვთხარი რაც ვკეთებ შვილო მივადე ბარად გატარებულ მე ვთხარი მაჩვენი არ გაჩვენებ მე ვთხარი და შეჯექი ვირზე ხო და ერთიც
უკნიდან უთხრეს რომ მიადო ქუდოდიმო ამასო როგორ კადრებო მეუთხარი თუ გავიშალე ეს ლამაზი დალალები და გადავრეკე კალასთან ჟვანოკი გავუშვი მე ჩადავრეკა მეუთხარი ხო დაგდება შენი ამბავი ხო დაუ დაიმახსოვრეთ ჩემი სახე სამაგიდო წინათ გედოთ სანამ კიბეზე ფეხს არ ჩამოვდგა ხო არ გაჩვენებთ მარად აეგრე რა იყო შეკაი ბაბიტაშვილო გუგებს შუა შემომახტე ახლა მე გუგას ლამაზი მაქვს მარა მინდა ეხლა შენი შემოხტომა რაღაცა ხო არაპირებდი ხა ხო ნერვების აშლას ხე გავაკლე მაგაზი ნერვები ვიშალო მე ხო ფსიქოლოგს გადავურეკე მე უთხ ქვეყნიდან არის გაქციო აირია და მე უთხარი ამ ბოლო დროს თვალის გუგებს ვატყობ რომ ცოტა რა მაგდასამალი ხო და რა ხდება მე უთხარი ხო და წამლებს რამეს იღებ როგორ ავიღებ ხალო მე უთხარი სიცხეს რო ამიწევს ციტრამოსო დამიწევს მე უთხარი როგორ ავიღებ ყიაფტია პარაცეტამოლკას ხაჭავ მე უთხარი არა რამეს ხო არასვა ხალო შენ რა როგორ მოწი მე უთხარი რა უნდა დავლიო ხო აი საქვეყნიდან შეიძლება ნერვები აღარ ყოფნიდა და ესეც ვაკ შლაპა ბაი ახვაზე კი ადავდივარ გარეთ მეზობლებს გულის გასახეთქად მიკეთია იმედი უკვე დასკდნენ ხო